ახლა კი პირდაპირ ეთერში ვთავთ ვაშინგტონს და ქრონიკის ამერიკის ბიუროს ხელმძღვანელს თეა თუაშულს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში კონდოლიზა რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის შეხვედრის დასრულებას ელოდება. თეა, მოგესალმები და პირველ რიგში გილოცავ ქრონიკის ბიუროს ამუშავებას. თეა, სავარაუდოდ როდის დასრულდება შეხვედრა და რა არის შეხვედრის მთავარი თემა? საღამოშვიდობისა, მოგესალმებით. შეერთებული შტატები საქართველოს ყველანაირად დაუჭერს ხარს, რომ ნატოში გაწევრიანდეს. ასეთ განცხადებას აკეთებს კონგრესმენი ტომ ლანტოსი სულ რამდენიმე წუთის წინ გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრის შემდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შეერთებულ შტატებში დაიწყო გუშინ. მას მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა კონგრესის წარმომადგენლებთან, აგრეთვე სახელმწიფო დეპარტამენტში. თუმცა კონდოლიზა რაისთან შეხვედრა, ეს იქნება მთავარი შეხვედრა, იგეგმება დღის მეორე ნახევარში, ვინაიდან დღეს არის 11 სექტემბერი და გარკვეულწილად სახელმწიფო დეპარტამენტისა და პრეზიდენტ ბუშის პროგრამა არის გადატვირთული, არის დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება. რაც შეეხება ტომ ლანტოსის განცხადებას, მე უკვე გითხარით იმის შესახებ, რომ იგი არის კონგრესმენი, იგი ასევე ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა კომიტეტს წარმომადგენლობით პალატაში და მის განცხადებებზე მართლაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ის, რამდენად მალე მოხდება საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ნაბიჯებით, რომელსაც საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად განხორციელებს. ძალღონეს არ დავიშურებ, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ხელი შეუწყო საქართველოს მიზნის განხორციელებაში. ვფიქრობ, ძალიან მალე მოვა ის დრო, როცა ნატოს დანარჩენი წევრი ქვეყნების პარლამენტარები იგივე პოზიციას გაიზიარებენ. მით უმეტეს, რომ საქართველოს სწორი კურსი აქვს არჩეული. ჩვენი მიზანი იყო ამ გეგმების უპირველეს ყოვლისა ინფორმირება ჩვენი პარტნიორების და მეორედ მხარდაჭერა ჩვენი ასე ვთქვათ მოკლევადიანი გეგმების, ეს არის გაწევრიანების გეგმაში საქართველოს შეერთება, რაც შეეხება ნატოს, ეს არის ჩვენი ინტეგრაცია, შემდგომი ინტეგრაცია ამ ორგანიზაციაში, ეს არის კონფლიქტების მოგვარება და ამერიკის შეერთებული შტატების როლის გაზრდა, ეს არის ჩვენ მეზობელთან რუსეთთან ურთიერთობები და იმის გაგება, რომ საქართველო წნეხის ქვეშ არის, აქ არის და ჩვენ ძალიან გაგებით ეკიდებიან ყველა იმ პროცესს, რაც დღეს ხდება საქართველოში. რაც შეეხება ჩვენი ჯარის ხარისხს, ამაზე გუშინ ამერიკულმა გენერალმა სენატში ისაუბრა და ძალიან მაღალი შეფასება მისცა ჩვენ ჯარისკაცებს და ჩვენ კონტინგენტს, რომელიც დღეს ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ერაყში. ამიტომ სიამაყის გზნობით ყველა შეხვედრას ვესწრები და მხდება ყველგან ძალიან მაღალი შეფასება საქართველოს აი ამ ასე ვთქვათ წვრილის ტერორისტულ ბრძოლაში. ბუნებრივია, საქართველოს სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა სწორედ გაეროს ასამბლეის წინ, რომელიც უნდა გაიმართოს სექტემბრის შუა რიცხვებში ნიუ-იორკში, სადაც უნდა ჩავიდეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, გელა ბეჟუაშვილის შეხვედრების დროს განიხილებოდა წითელ უბნის ინციდენტის თემა და აგრეთვე აფხაზეთის საკითხიც. ამის შესახებ გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრი კარნეგის ცენტრში საუბრობდა. საქართველოს საერთაშორისო არენაზე მოხსენება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კარნეგის ცენტრში გააკეთა. გელა ბეჟუაშვილის გამოსვლის ძირითადი ნაწილი საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, რეგიონში უსაფრთხოებას და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას შეეხო. ამერიკელ მოღვაწეებთან გელა ბეჟუაშვილი შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა სტროპ ტელბოტმა წარადგინა. The foreign minister knows our country well. ეს პიროვნება რევოლუციის შემდგომი ქვეყნის წარმატებული უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტროსაც და ახლა საგარეო უწყების მინისტრია. ნიშანდობლივია ისიც, რომ მას განათლება შეერთებულ შტატებში დალასის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. საქართველოს ახლა რთული პერიოდი აქვს. ცდილობს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მაგრამ ბევრი წინააღმდეგობები ხდება მეზობელი ქვეყნიდან. გელა ბეჟუაშვილმა ამერიკელ ექსპერტებთან და პოლიტოლოგებთან რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით რუსეთის პროვოკაციები არის პასუხი იმაზე, რომ საქართველო იყოს სტაბილური ქვეყანა კავკასიის რეგიონში. საგარეო საქმეთა მინისტრს მაგალითად წითელ უბნის ინციდენტი და აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვის პროცესი მოჰყავს. რუსი სამშვიდობოები აი ასეთ განას საზღვარზე და ასიაშორებენ ერთმანეთს აფხაზებს და ქართველებს როგორც ახლა ჩვენ ვზივართ. დგანა და პრაქტიკულად განამშვიდობას იცავენ, არამედ ორი ხალხის დაახლოებას უშლიან ხელს. ფორბსშიც კი დაიბეჭდა, რომ აფხაზეთში სახლები იყიდება და ვინ გონიათ, ვინ არის მყიდველი? რა თქმა უნდა, არა ვინმე ნებრასკელი მილიონერი.
გელა ბეჟუაშვილის ამ გამოსვლას დარბაზში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში და კონგრესის წარმომადგენლებიც დაესწნენ. საერთაშორისო თანამეგობრობამ ზუსტი შეფასება მისცა წითელუბნის ინციდენტს. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთი ქვეყნის თავდასხმა მეორეზე და ამის შესახებ ევროპელმა ექსპერტებმაც განაცხადეს. მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიული იმიტომ არის, რომ საქართველო ნატოსკენ ისწრაფვის. მიზეზი ალბათ იმაშია, რომ რუსეთს სურს ისეთივე დომინანტი იყოს მსოფლიოში, როგორც შეერთებული შტატებია. ამისათვის ის საკუთარ მეთოდებს მიმართავს, რაც საქართველოსადმი დამოკიდებულებაში გამოიხატება. Is in a context of other international agreements that can be kept. ვაშინგტონში იმყოფება გაეროში საქართველოს ელჩი ირაკლი ალასტანია, რომელიც სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად დაესწრება იმ შეხვედრას, რომელიც უნდა გაიმართოს სახელმწიფო დეპარტამენტში კონდოლიზა რაისთან, აგრეთვე შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრთან რობერტ გეიტსთან. სწორედ ამ შეხვედრებზე, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველო მოითხოვს, რომ გარკვეულწილად გადაიხედოს გაეროს სამართლებრივი მხარე აფხაზეთში რეზოლუციებთან დაკავშირებით და გაერო გახდეს უფრო ქმედითი ორგანიზაცია კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით. საერთოდ ნატოს კონტექსტში ვილნიუს შეერთებულ შტატებში უწოდებენ როგორც ნატოს გაფართოების ცენტრს სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეში და გელა ბეჟუაშვილი შეერთებული შტატების შემდეგ სწორედ ვილნიუსში ჩადის.